ახლო აღმოსავლეთში ომი და მისი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საომარი მოქმედებების გავლენის შესახებ გამოქვეყნებულ პროგნოზში მსოფლიო ბაზარზე სამომხმარებლო ფასების მატებას და ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შენელებას ელის. საფინანსო ინსტიტუტი აცხადებს, რომ კონფლიქტის ფონზე გაზრდილი ენერგოხარჯების ზრდის წარმოებისა და ტრანსპორტირების დანახარჯებს, ამცირებს მოსახლეობის მწყიდველ უნარიანობას და აძლიერებს ზეწოლას ეროვნულ ვალუტებზე, განსაკუთრებით აზიის ინდუსტრიულ ეკონომიკებში. ფონდის განცხადებით, კონფლიქტის ფონზე გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯები აძვირებს პროდუქტს და ეს ყველაზე მძიმედ დაბალ შემოსავლიან ქვეყნებზე აისახება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანში ომის 2-3 კვირაში დასრულებას აანონსებს. დონალდ ტრამპმა საწვავის ფასებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, რომ ფასების შესამცირებლად რაც უნდა გაკეთდეს ირანის დატოვებაა. ჩვენ ამას მალე გავაკეთებთ და ფასებიც მაშინვე დაეცემა, განაცხადა ტრამპმა. ტრამპის განცხადება უკვე აისახა სანავთობო ბირჟებზე და ნავთობის ფასი ბარელზე $100 ქვემოთ ჩამოვიდა. აზიურ საფონდო ბირჟებზე კი აქციების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ამ დროისთვის ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბირჟებზე 5%-ით შემცირდა და ბარელზე $98 და 65 ცენტი შეადგინა. ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის მუქარის ფონზე კი მარტში ნავთობის ფასი რეკორდულად 64%-ით იყო გაზრდილი. გლობალურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობის ფონზე 28 თებერვლიდან, ანუ ამერიკა-ირან შორის დაწყებული ომიდან საწვავის ფასები საქართველოშიც გაიზარდა. მარტში ბენზინის ფასით 15.45 თეთრით, დიზელის კი 27.74 თეთრით არის გაზრდილი. გალთენთაგარტი წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკის პროგნოზი თებერვალში ნავარაუდებზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას და აღმოსავლეთში კონფლიქტის ნორმალიზების მოლოდინს ეფუძნება. საქსტატის მონაცემებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა. იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.4%-ს მიაღწია. უწყების მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო სადაზღვეო საქმიანობების, დამამუშავებელი და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებმა. კლების ტენდენციაა მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებში. თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაცია 4 უცხოურმა კომპანიამ წარადგინა. მათ შორის 3 თურქეთში, 1 კი ჩინეთშია რეგისტრირებული. ტრამვაის ხაზი დიდ დიღომს დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიასთან დააკავშირებს. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე 7,5 კილომეტრია. პროექტი მოიცავს შესაბამისი ტრამვაის დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება ექსპლუატაციაზე. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და 3 ეტაპისგან შედგება. უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მაღალი რჩება. თებერვალში გალთენთაგარტის მონაცემებით თბილისში 4,000-მდე ბინა გაიყიდა. ზრდა ფიქსირდება როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. აქტიური მოთხოვნის მიუხედავად მცირდება მშენებლობის ნებართვები, რაც უკვე მეხუთე თვეა გრძელდება. ამ ფონზე ფასები მაინც იზრდება. პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით საშუალოდ $1,400-მდეა გაზრდილი. მეორადზე კი $1,300-მდე. სტაბილურად მაღალ დონეზე ნარჩუნდება ქირის ფასი და კვადრატულზე დაახლოებით $10 შეადგენს. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჯამურად 224,000 ლარზე მეტი თანადაფინანსება 5 კომპანიამ მიიღო. პროგრამაში სულ 20 განაცხადი შევიდა, თუმცა მოთხოვნები მხოლოდ 5 კომპანიამ დააკმაყოფილა. მონაწილე კომპანიების მიერ პრიორიტეტულ ბაზარზე ექსპორტი 2025 წელს წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. პროგრამა 2021 წლიდან მოქმედებს და მიზნად ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ბაზრების დივერსიფიცირებას ისახავს. გამოვლინდა 5 ბენეფიციარი და გაიცა თანადაფინანსება 200,000 ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში აუცილებელია კომპანიამ გაზარდოს როგორც ექსპორტი, ასევე მარკეტინგული ხარჯი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ყველა ის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მათ შორის კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მუშაობს. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნული პროგრამის გამართულად მუშაობა.